ამ დასახლებას რეალურად მოიწყეს. დასახლება მიწას მივახეთ. სამხედროები მიუღებიან არის. Ми продовжуємо виконувати наказ тримати оборону. Забираемся на крыши и даем дорогу. Слава Украине! გამარჯობა ეთერშია სამხედრო ანალიტიკური გადაცემა ვემსახურები საქართველოს მე კი მისი ავტორი და წამყვანი გიორგი წეროძე ვარ. ამ წუთებში ბელგოროდის თბოელექტროსადგური უკრაინული კამიკაძე დრონებით იბომბება ინფორმაცია დაახლოებით 1 წუთის წინ გავრცელდა ტელეგრამ არხებზე ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა უკრაინის დიდი ქალაქების დაბომბვა დაბომბილია კიევი, ბილოცერკვა, ზაპორიჟა და კიდე რამდენიმე მცირე ქალაქი გამოყენებული იქნა უპრეცედენტო რაოდენობით დრონები დაახლოებით 650 ერთეული გარდა ამისა სხვადასხვა ტიპის რაკეტები. სწორედ ტექნოლოგიურ მიმართულებაზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ სტუმართან ერთად. ჩვენი სტუმარია სამხედრო მიმომხილველი ანალიტიკოსი გიგა ინაშვილი. გიგა, მადლობა რომ ხარ დღეს ჩვენთან ერთად. მოგესალმები გიორგი. გიგა, მოდი დავიწყოთ ბოლოს სიახლეებით. ჩვენ ნახეთ რომ გუშინ ფაქტიურად უპრეცედენტო მასშტაბის დრონები იქნა გამოყენებული დიდი უკრაინული ქალაქების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების წინააღმდეგ. რას ნიშნავს რუსების ეს ბოლოქმედება და ხომ არ არის პასუხი ეს ყველაფერი იმაზე, რაც წინა დღეებში გააკეთეს უკრაინელებმა, გულისხმობ რუსული კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების და ძირითადად მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვას. დიახ, შეიძლება პასუხის დავარქვათ, თუმცა უკრაინელების დარტყმამდეც არაკლებდნენ რუსები და სიტყვაზე აი შარშანდელთან შედარებით ან ამ წლის დასაწყისში ხო გასული თვეებთან შედარებით როცა თვეში 3-ჯერ 4-ჯერ შეიძლება 5-ჯერ 6-ჯერაც ყოფილიყო ხო დიდი შეტევები კომბინირებული შეტევები დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით უკვე ერთი თვე არის ღამე არ გავა რომ რაღაც რამდენიმე ასეული დრონი არ შექმნეს რუსეთის ტერიტორიიდან შეუდარებლად გახშირდა ეს შეტევები ფაქტურად ყოველ ღამე არის ან დღე გამოშვებით თუმცა უკრაინელების მხრიდანაც პრაქტიკულად ყოველ ღამე ხდება ხოლმე ასეულობით დრონის გაშვება და ეს ღამის რეჟიმში დრონებითა და რაკეტებით ერთმანეთის სტრატეგიული ობიექტების დაზიანება რაღაც ჩვეულებრივი მოვლენა გახდა თუ კი სიტყვაზე საწყის ეტაპზე რაღაც ფრთოსან რაკეტებს იყენებდნენ და შემდეგში უკვე დაიწყეს დრონების გამოყენებაც ამ ეტაპზე რუსები ყოველღამე აკეთებენ კომბინირებულ გაშვებებს ძირითადი რაოდენობა რა თქმა უნდა ისევ და ისევ გერანის ტიპის დრონები არის დაემატა ასევე ახალი ტიპის გერბერის შედარებით უფრო განსხვავებული კონფიგურაციის გერბერას ტიპის დრონები ეს ის დრონებია რომელიც აი პოლონეთში შეფრინდა რამდენიმე დღის წინ წუხელ ასევე გამოყენებული იყო 35 ერთეული ხას ერთი ტიპის ფრთოსანი რაკეტა 8 ერთეული კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტა და ასევე ახალი ტიპის დრონი რაკეტები რომელიც გასული თვეებში აპრილში გამოჩნდა პირველად ეს არის S8000 ბანდეროლი ეს არის დაბალტექნოლოგიური შედარებით დაბალტექნოლოგიური ფრთოსანი რაკეტა რაღაც დრონისა და ფრთოსანი რაკეტის ჰიბრიდი რომელიც შედარებით უფრო დაბალტექნოლოგიურია ვიდრე კალიბრის ტიპის სრულფასოვანი ფრთოსანი რაკეტა აქვს 500 კილომეტრიანი მოქმედების მანძილი და 120 კილოგრამიანი წონითი კატეგორიის მუხტი და წუხელი იქნა ასევე 2 ერთეული გამოყენებული. წუხელი ასევე გაუშვეს 2 ერთეული კინჟალის ტიპის ბალისტიკური რაკეტა, აი კინჟალების ჩამოგდება ვერ შეძლეს და გარკვეული რაოდენობის გერანების ძირითადი ნაწილი ჩამოგდებული იქნა. 611 ერთეული იყო მთლიანობაში საბრძოლო საფრენი საშუალება რაკეტების, დრონების ყველაფერი ერთად და პრაქტიკულად 98% ჩამოყარეს უკრაინელებმა
უკრაინული დრონების მოქმედებასაც შეეხება ძირითადად მიმართული არის რუსული ენერგოობიექტების წინააღმდეგ და შედარებით უფრო ნაკლებად ბოლო პერიოდში სტრატეგიული დონის საბრძოლო მასალების საცავებისკენ, როგორც ჩანს, რუსული ენერგოობიექტებზე დარტყმა ბევრად უფრო მტკივნეული არის რუსული მხარისთვის, ვიდრე ნუ სიტყვაზე რაღაცა დივიზიის მომარაგებელი საბრძოლო მასალების ზურგის საწყობის განადგურება, ხო? და ხედავთ, რომ დაახლოებით 1.5% საწვავ გასამართის სადგურებისა, ბენზინ გასამართის სადგურებისა გათიშული არის, გაჩერებული არის აი ამ ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე დარტყმების შედეგად. პერსპექტივაში ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება, ანუ ენერგოობიექტების განადგურება და არის ასევე საუბარი იმაზე, რომ უნდა გახშირდეს და უნდა გაძლიერდეს დარტყმები რუსეთის სტრატეგიულ სიღრმეში დრონების დამამზადებელ ქარხნებზე, ანუ კონკრეტულად იმ ქარხნებზე, სადაც მზადდება ეს გერბერას ტიპის დრონები, გერანოვის ტიპის დრონები და ასე შემდეგ, რომ გარკვეულწილად შემსუბუქდეს უკრაინულ ობიექტებზე ყოველ ღამე ესეთი გახშირებული თავდასხმები, ენერგოობიექტები იქით და არანაკლები საფრთხე ყოველ ღამე ექნება ამ მშვიდობიან მოსახლეობას, წუხელ მაგალითად კიევში დაიღუპა სამოქალაქოები დაიღუპნენ ბავშვები ასევე და რამდენიმე კორპუსს პირდაპირ მოხვედრით დაეჯახა ეს დრონები და ფაქტიურად ამისი გაჩერება შესაძლებელია მხოლოდ აი ამ ქარხნების განადგურებით, რასაც შედარებით უფრო მაღალ ტექნოლოგიურ და შორმანძილზე მფრენი რაკეტები ჭირდება. გიგა, მე მინდა კითხო უშუალოდ შეხების ხაზზე არსებული მდგომარეობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ რუსული არმია კონსტანტინოვკას და პოკროვსკის მიმართულებით საკმაოდ ჯიუტად და ინტენსიურად მიიწევდა, რამდენიმე დაჯგუფება და საკმაოდ დიდი დაჯგუფებები არის მოყოლილი ფაქტიურად უკრაინულ ალყაში. თუ სწორად მახსოვს, ესაა სამი საკმაოდ მსხვილი დაჯგუფება, რომელიც უშუალოდ ამ მიმართულებაზე არიან ალყაში. რა მდგომარეობაა ფრონტზე, რომ გვითხრათ და ასე ვთქვათ, სად არის ყველაზე აქტიური კერები ამ ეტაპისთვის? ესე იგი, დღევანდელი აი დღეს დილის მონაცემებით განსაკუთრებით აქტიური მიმართულება არის კუპიანსკის მიმართულება, სადაც ქალაქში ჩრდილოეთ ნაწილიდან შესული არის რუსული ძალების ნაწილი მიწისქვეშა მილების გამოყენებითაც შევიდა, ეს რამდენჯერმე გაუკეთებიათ პალმომის მსვლელობისას. შეჟონები მოხდა მოკლედ სადაზვერვო დივერსიული და სპეცდანიშნულების ჯგუფებით დაახლოებით ქალაქის 1/4-ზე არიან შესულები და დღევანდელი დღის მდგომარეობით უკრაინული სპეცდანიშნულების ჯგუფები ახდენენ აი ამ შემოსული ნაწილების გაწმენდას. ნუ ქალაქზე რაღაც სერიოზული შენაერთის შეტევა არ ფიქსირდება, მცირე ქვედანაყოფებით ხდება. ეს ქვედანაყოფები უნდა იყოს ამ მიმართულებაზე მუშაობს რუსეთის მხრიდან 27 მოტომსროლელი ბრიგადა და ასევე 122 მოტომსროლელი პოლკი და აი ამ პოლკის შემადგენლობაში არსებული ქვედანაყოფები უნდა იყოს ესენი და ასევე შესაძლებელია რაღაც გარკვეული ტიპის სხვა ქვედანაყოფები იყოს, მაგალითად ამ მიმართულებაზეა დაახლოებით ამ მიმართულებაზე არის მე-7 მოტომსროლელი პოლკიც. მეორე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულება ეს პოკროვსკის მიმართულება, ქალაქზე სამხრეთი მიმართულებიდანაც ხდება შემოტევები, ეს არის 506 მოტომსროლელი პოლკი არის ამ მიმართულებაზე და ასევე არის 1427 მოტომსროლელი პოლკი, ნახევრად მოტომსროლელი, ნახევრად მექანიზირებული არის ეს პოლკი და სამხრეთ მიმართულებიდან ხდება პოკროვსკის შეტევა და თვითონ პოკროვსკის ჩრდილოეთით, აი ლუკას რო დააკვირდეთ, ჩრდილოეთ მიმართულებაზე არის ესეთი კაჩერი იარი, ესეთი დასახლება დობროპილას აღმოსავლეთით და ეს არის ის მიმართულება, სადაც აი ეს ალყაში არიან უკვე რამდენიმე კვირაზე მეტია მე მგონი, ხო, სადაც სადღაც ერთ კვირაზე მეტი არის რუსული ნაწილები. სადღაც 1000-1200 კაცი არის, ეს უნდა იყოს სავარაუდოდ ან 2 ბატალიონის ტაქტიკური ზომის ქვედანაყოფი, ან უნდა იყოს შესაძლებელია 3 სტანდარტული ბატალიონი იყოს რა. არის სრული ალყა, სადაც არ არის ინფორმაცია რა რაოდენობის ცოცხალი ძალა არის ალყაში, ეს არის დაახლოებით 2 კვადრატული კილომეტრი ზომი ფართობის ტერიტორია, არის მის სამხრეთით არის 2500 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია, სადაც
ნახევარ ალყა არის, თუმცა რაღაც გარკვეული გასასვლელები რუსებს აქვს შემორჩენილი და ძირითადი ნაწილი ამ მიმართულებით უნდა იყოს. ამ მიმართულებით მუშაობს რუსების 132 და 114 მოტომსროლელი ბრიგადები და ასევე არის მე-9 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადა და აი ამ ბრიგადების და იქ არსებული ასევე სხვა ცალკეული ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობა უნდა იყოს ეს. უკრაინელები როგორც იძახიან, ეს ალყაში არსებული პირადი შემადგენლობა, სულ ალყაში არსებული პირადი შემადგენლობა 1000 კაცის ფარგლებში არისო და ვაპირებთ მათ გადაცვლას ტყვეებზეო. აი ახლა ვაკვირდები რუკას და ნიკანორივკა არის ესეთ დასახლებული პუნქტი, სწორედ ამ მიმართულებით უფრო სამხრეთით, სადაც განთავსებულია 132 მოტორიზებული ბრიგადა და რეალურად შანსი არის რომ მესამე დიდი დაჯგუფება მოყვეს სრულ ალყაში გამომდინარე იქედან რომ არის კი მაგრამ როგორ არის თუ ეს რუსული ძალები აქ არ მოყვა ალყაში და აი მოწყვეტა თუ ვერ მოახდინეს ნოვოტორეცკი არის აქ ასეთი დიდი ზომის სოფელი აი მაგ ადგილზე შესაძლებელი არის ალყის შეკვრა თუმცა შედარებით დიდი რაოდენობის უკრაინული ძალები იქნება მოიერში ძალები საჭირო მაგრამ თუ რუსებმა მოახერხეს სიტყვაზე მოახერხეს ამ მიმართულებით ძალების თავმოყრა შედარებით უფრო დიდი რაოდენობით არის თეორიული შანსი რომ აი პოკროვსკის მოქცევა შეძლონ ოპერატიული დონის ალყაში. ახლა ის ალყა რაშიც რუსები არიან მოქცეულები ეს არ არის ტაქტიკური დონე არის ეს არ არის ოპერატიული დონის ალყა თუმცა სიტყვაზე პოკროვსკის დასავლეთ მიმართულებაზე თუ წინ წაწევა მოახდინეს აქ გადის მაგისტრალი გადის ტრასა გადის ტრასის გადაჭრა და თუ კი მოახერხეს ასევე აი ასეთი დასახლება არის როდინსკი ამ მიმართულებით შეტევის წარმოება აქ დაახლოებით თავმოყრილი არის რაც ეხლა ჩანს არსებული ინფორმაციით 6-7 მოტომსროლელი მექანიზირებული ბრიგადა და რამდენიმე პოლკი და პლუს არის 4 ცალკეული პოლკი არის რეზერვში აღმოსავლეთ მიმართულებით თუ მოახდინეს არის გარკვეული თეორიული შანსები რომ აი პოკროვსკი რაღაც გარკვეული დონის ალყაში მოაქციონ თუმცა ძალები შედარებით უფრო დიდი რაოდენობით დაჭირდებათ რუსებს. გიგა აუცილებლად მინდა კითხო ასე ვთქვათ ტექნოლოგიურ განვითარებაზე ბევრი რუსეთ-უკრაინის ომს ადარებს პირველ მსოფლიო ომს სადაც მოხდა ფაქტიურად ყველა ქვეყნის მიერ წარმოებული იარაღის მასიური ტესტი და შემდეგ საბრძოლო წარმოებაში მიღება. ჩვენ ვხედავთ რომ კონკრეტულად ტექნოლოგიური მიმართულებით როგორც ერთი ასევე მეორე მხარე საკმაოდ სწრაფად და ოპერატიულ ვადებში ვითარდება და პერიოდულად ხან ერთი მხარე იღებს ინიციატივას, ხან მეორე მხარე. რაც შეეხება უშუალოდ ამ ორი ქვეყნის მიერ წარმოებულ იარაღს, რა ტიპის იარაღის, ასე ვთქვათ, წარმოება მოხდა ომის პარალელურად და როგორ ახერხებენ ამას ქვეყნები. მაგალითად, ვიცით რომ უკრაინას ეს ყველაფერი ეს მძიმე ინდუსტრია გადატანილი აქვს მიწის ქვეშეთში, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა და საკმაოდ სიღრმეში ხდება ამ ყველაფერზე მუშაობა. როგორ არის რუსებს ძირითადად გათვლა იმაზე აქვს რომ ზურგში გადაიტანონ ქარხნები ჩვეულებრივად მუშაობენ ანუ მიწისზედა ქარხნები განსაკუთრებით ეს დრონების წარმოებელი ქარხნები უკრაინელებს უფრო გათვლა აქვს იმაზე რომ ვინაიდან რუსული მხარე უკრაინის ტერიტორიის სრულ ასე ვთქვათ ოპერატიულ სიღრმეებს აკონტროლებს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით აკონტროლებს არა ფარავს ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით იძულებულები არიან რომ მიწის ქვეშ გადაიტანონ რუსებს ამ მხრივ ცოტა შედარებით უფრო უკეთესად აქვს რა თქმა უნდა სიტუაცია ურალის იქით მიმართულებაზე იგივე ტატარისტანის მიმართულებაზე სადაც აი დრონების ალაბუგაში იგივე ალაბუგასთან არსებული დიდი ქარხანა სტრატეგიულ სიღრმეში არის და მეტნაკლებად აგრძელებს ჩვეულებრივად ფუნქციონირებას, ვინაიდან ეს უკრაინული შორმანძილზე მფრენი დრონები და ფრთოსანი რაკეტები ისეთ სასიკვდილო საფრთხეს ვერ უქმნიან ამ ქარხანას, რომ რაღაცა მუშაობა გაეჩერებინა. ისევ და ისევ რესურსების უდიდესი ნაწილი მიდის საბრძოლო მასალის წარმოება შესყიდვაზე, როგორც არის ჩვეულებრივად საარტილერიო საბრძოლო მასალები და ასევე დრონები. ჯავშან ტექნიკის მიმართულებით რაც შეეხება ჯავშან ტექნიკის წარმადობა
არც ერთ მხარეს, არც რუსეთს, არც უკრაინას არ აქვს ისეთი დიდი ამ ტექნიკური შესაძლებლობა, რომ ამაზე არსებული რესურსების, ანუ თანხების დიდი ნაწილი იყოს მობილიზებული. იგივე რუსეთში სატანკო ქარხნები, ტანკსარემონტო ქარხნები და სატანკო ქარხნები ძირითადად მუშაობენ არსებული ძველი კორპუსების აღდგენა რემონტზე, ტანკების აღდგენა რემონტზე, განსხვავებული კონფიგურაციების აგებაზე, ტანკების ბაზაზე. მაგალითად, ბოლო პერიოდში უკვე აქცენტი არის იმაზე, რომ რუსები აპირებენ ძველი, ასე ვთქვათ, ძველი მოდიფიკაციის T-72-ის სავალი ნაწილებისგან T-72 ამოდიფიკაცია, რომელიც ძველი მოდიფიკაცია არის, ამ მოდიფიკაციებისგან აპირებენ დიდი რაოდენობით რამდენიმე ასეული ტერმინატორის დამზადებას, არის მთელი რიგი პროექტები, ტერმინატორები ეს BMPD-ები, ტანკების მხარდამჭერი საბრძოლო მანქანები, ამას თვითონ ფრონტზე არსებული სახმელეთო კომპონენტში არსებული სპეციფიკა ითხოვს. ტანკი გახდა მარტივად განადგურებადი, ტანკი რა არის, 125 მმ-იანი ძირითადი შეიარაღება, რაც არის 125 მმ-იანი ქვემეხის მატარებელი პლატფორმა გარღვევითი ოპერაციების დროს, ხო, თუმცა იმდენად მრავალფეროვანი არის ფრონტი, რომ უმარტივესი გასანადგურებელი გახდა ტანკი. ფაქტიურად ტანკები აღარ მიდიან გარღვევაზე, ანუ მიმართულებაზე აღარ მიდიან, სადაც რაღაცა ფტურებით შეიძლება იყოს გაძლიერებული რომელიმე მიმართულება, დგანან და უბრალოდ ნახევრად რაღაცა საარტილერიო დანადგარის როლში ფენილი ტრაექტორიით ისვრიან შორი მანძილიდან ფუგას უჭურებს და უიშვიათესი გახდა რაღაც ტანკის და ტანკის ბრძოლა და თუნდაც ქვეითისგან ყუმბარტყორცნით ტანკის განადგურება. შესაბამისად, ბევრად უფრო ეფექტური ასეთ ტიპის ბრძოლის ველზე იქნება ეს ტანკების მხარდამჭერი საბრძოლო მანქანები, ტერმინატორების მსგავსები. ტერმინატორები აქამდე მცირე რაოდენობით გამოჩნდა, თუმცა მათი რაოდენობა თუ მოიმატებს, ეს იქნება საკმაოდ ისეთი სერიოზული საფრთხის მომტანი და მუშა საბრძოლო მანქანა იქნება, ვინაიდან არსებული ბოლო კონფიგურაციებით ეხლა რისი გაკეთებაც უნდა და მესამე კონფიგურაცია რაც არის BMPTS-ი, უფრო სწორედ ტერმინატორის ჩვეულებრივ 2 ცალი 30 მმ-იანი ავტომატური ქვემეხი 2A-42 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა, 4 ცალი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა. ბოლო მოდიფიკაციებზე რაც ახლა აპირებენ მოხსნილი არის AGS-ები 30 მმ-იანი ავტომატური კომბარტყორცნები, თუმცა გარკვეული კუთხით საბრძოლო მასალის რაოდენობა არის გაზრდილი თვითონ 30 მმ-იანი ქვემეხებისთვის და აქვს შედარებით ახალი ოპტიკური ელექტრონული დაკვირვება, დაზვერვისა და დაკვირვების სისტემა და ბრძოლის ველის მონიტორინგი და კონტროლი უფრო კარგად შეიძლება ამ საბრძოლო მანქანისგან და უფრო მრავალფეროვან მიზნებთან შეიძლება ბრძოლა, ვიდრე შეიძლება სიტყვაზე ტანკის საშუალებით რა. შეიცვალა ბრძოლა. ტანკს რა თქმა უნდა აქვს თავისი როლი, მეტნაკლებად აქვს თავისი როლი, მაგრამ უფრო აი კომპლექსური შესაძლებლობების მქონე საბრძოლო მანქანების როლი ბევრად უფრო წინ არის წამოწეული. თუმცა აღარაა სატანკო დუელები ფაქტიურად ამ ომის განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე დაფიქსირდა ესეთი მცირე მასშტაბის სატანკო დუელები და არა დიდი დივიზიების დონეზე პირობითად. ეგ ხო სატანკო დუელები, რასაც ვქვია, რამდენჯერმე იყო მეტნაკლებად ესეთი კლასიკური სატანკო დუელები რო დავარქვათ, იყო დაფიქსირდა, ოღონდ ომის უფრო პირველი 2 წლის განმავლობაში. ხო, საწყის ეტაპზე სანამ ტანკები დიდი რაოდენობით იყო, ეხლა ტანკები გამოხშირულიც არის ორივე მხრიდან, ხო? მეტნაკლებად ერთნაირი რაოდენობის ტანკები ყავთ ეხლა, ხარისხიც მეტნაკლებად ერთნაირი არის, ანუ საერთოდ ცოტა სხვა განზომილებაში წყდება, მოკლედ ტაქტიკურ დონეზე ცოტა უფრო სხვა განზომილებები წარმოიქმნა, სადაც წყდება აი ამ სახმელეთო ოპერაციების ბედი და აღარ დადის იქამდე ვის უფრო უკეთესი ტანკები ყავს და ვისი ტანკი უფრო შორმანძილზე ისვრის რა. ორივე მხარეს ტანკი გახდა უმარტივესი გასანადგურებელი. ეს იქნება აბრამსის და ეს ეხება T-90-ს და T-72-ს. ამიტომ ისევ და ისევ მნიშვნელოვანი არის ის, რომელი მხარე უფრო კარგად გააჯერებს ბრძოლის ველს კონკრეტულ მიმართულებაზე, სხვადასხვა მანძილზე მოქმედი და სხვადასხვა შესაძლებლობების მქონე დრონებით. ეხლა ძირითადი ბრძოლის ველი გადასული არის დრონებისა და დრონების ჩამხშობის სისტემების მიმართულებით, ანუ ტაქტიკური რეპ სისტემების მიმართულებით, ვინ უფრო კარგ რეპ სისტემებს შეიმუშავებს და რაღაცა დროის გარკვეულ მონაკვეთში ჩაახშობს მოწინააღმდეგის დრონებს, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული მთელი რიგი მიმართულებებზე წარმატებებთან, ხო უკვე სახმელეთო კომპონენტში. ისევ და ისევ მწვავე პრობლემა დგას ორივე მხარეს, ვიმეორებ ორივე მხარეს, არა მხოლოდ რუსეთის მხარეს, სუბუქი ჯავშან ტექნიკით ქვედანაყოფების დაკომპლექტების საკითხი. ეს მოტოციკლეტები რო ჩანან და სუბუქი მანქანები რო დადიან, ეს არ არის რაღაცა
ისეთ იმის გამო არ არის, რომ ტექნიკა მარტივად განადგურებადი გახდა და მოტოციკლებზე უფრო გადარჩენის შანსი დიდი აქვს, ხო? ან კვადროციკლზე სიტყვაზე. ეს არის აი მაგალითად აი ახლა აი ამ ვიდეოზე ქონდა უფრო აქცენტი. ახლა ეს ახალი ვიდეო რაც არის, მოტოციკლეტებით შეიძლება გადაადგილდებოდეს პირადი შემადგენლობა, მაგრამ როდესაც შენ კომპლექსური ოპერაცია გჭირდება, ბატალიონის რაღაცა მექანიზირებული ბატალიონის გარღვევის ოპერაცია გინდა ჩაატარო, შენ იქ ბატალიონის პირადი შემადგენლობას მოტოციკლეტებით ვერ იმას იზავ, ხო? ეს არის მცირე ტაქტიკური ჯგუფები, რომლებიც სადივერსიო საქმიანობას ეწევიან. ეს მცირე ტაქტიკური ჯგუფები სწორედ კომპლექტდება და ფორმირდება აი ამ ბატალიონების ბაზაზე, რომლებიც იდეაში არის მოტომსროლელი და მექანიზირებული ბატალიონები, მაგრამ თავის პირველად ფუნქციას ვერ ასრულებენ ბრძოლის ველზე, იმიტომ რომ სადღაც ზოგი 10%, ზოგი 20% არის დაკომპლექტებული ცუბუქი ჯავშან ტექნიკით. საზღვაო დრონების მნიშვნელობაზე მინდა კითხო და მათ შორის სახმელეთო დრონების მნიშვნელობაზეც უკრაინამ ბოლო პერიოდში წარადგინა, ასე ვთქვათ, შოუებზეც მათ შორის საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები თავისი ამ პერიოდში გაწეული, გვაჩვენეს საზღვაო დრონები და გვაჩვენეს ასევე სახმელეთო დრონები, რომლებსაც იყენებენ როგორც დაჭრილის ევაკუაციაში, პირობითად ასევე საბრძოლო მასალის პოზიციებამდე მიტანაში და ნუ კიდევ სხვა ფუნქციით. ზოგადად თავიდან რა მინდა ვთქვა, როდესაც ხდება ხოლმე ამომის ტექნოლოგიური შეფასება, ხშირად კეთდება ესეთი განსაზღვრება, რომ ეს არის ომი, გარდამავალი ომი მეოთხე თაობის ომებიდან მეხუთე თაობის ომებისკენ. მეხუთე თაობის ომი იქნება ისეთი ტიპის ომები, რომელიც თითქმის ყველა იმ ნიუანსს მოიცავს, რასაც მოიცავდა პირველიდან მეოთხემდე ომები, განსაკუთრებით მეორე და მესამე პირველი შედარებით ნაკლებად მეორე და მესამე თაობის ომები და რა თქმა უნდა თავისთავად მეოთხე თაობის ომიც და იქნება ასევე გაჯერებული რობოტები, ანუ რობოტიზებული ტექნოლოგიები და საბრძოლო რობოტები, როგორც ჰაერში, ასევე ხმელეთზე იქნება გამოყენებული დიდი რაოდენობით. ყოველ თვე ახალ-ახალი ნიმუშები ჩნდება ორივე მხრიდან, მაგრამ განსაკუთრებით უკრაინული მხრიდან რობოტიზებული სისტემებისა, სხვადასხვა მუხლუხოებიანი და ბორბლებიანი პლატფორმები. პირველ ეტაპზე თუ რაღაც დრონებზე იყო აქცენტი დიდი და ზღვის მიმართულებით ეხლა წეღარაც მკითხე, ხო ეს მაგურას ტიპის დრონი კატარღები, რომელიც რუსულ ხომალდებს ძირავენ, ეხლა ვხედავთ უკვე რომ მაგურას ტიპის კატარღებიდან სითბური ჰაერი კლასის რაკეტები S-73-ები, რომელიც თვითმფრინავიდან გაშვებაზეა განკუთვნილი, მაგურაზე არის ინტეგრირებული, მაგურა ვეშვიდებზე, ვეხუთებზეც, ვეშვიდებზეც და იყო ფაქტები, რომ ყირიმის მიმართულებაზე ვერტმფრენები ჩამოაგდეს, Mi-28-ები, Mi-8-ები, Mi-28-ზეც იყვნენ გონი გაშვებები. ანუ ჰაერსაწინააღმდეგო ფუნქცია შეითავსეს უკვე ზღვიდან. რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობები ხა სახმელეთო დრონებთან შედარებით ბევრად უფრო ვიწრო და შეზღუდულია, ხო, საზღვაო დრონების, თუმცა იმის გამო რომ ბრძოლა ზღვაზეც მიმდინარეობს, ძალიან ესეთი სერიოზული სიტყვა თქვეს ამ კატარღებმა, მაგურას ტიპის კატარღებმა და რომ არა ეს ამ ტიპის კატარღები, ნუ პრაქტიკულად დღეს ეს სურათი ვერ გვექნებოდა. რა სურათიც არის ის, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საბრძოლო საშუალებების დიდი ნაწილი მწყობრიდან არის, ნაწილი ფსკერზე არის, ნაწილი მწყობრიდან არის გამოსული. რაც შეეხება სახმელეთო კომპონენტს, ეს რობოტიზებული პლატფორმები, დიდი ხანია ესენი არსებობს. Milrem Robotics-ის თემისი მინდა გავიხსენო, ეს ესტონური კომპანია Milrem Robotics-ის თემისი, ეს არის ძალიან ისეთი სერიოზული მუხლუხოებიანი პლატფორმა, რომელიც სამხედრო გამოფენებზე ძალიან ისეთი აქტიურად დგას ხოლმე სხვადასხვა პავილიონებზე და ბევრი სხვადასხვა კომპანიის შეიარაღების სისტემები აყენია ზედ, ასევე რადიოქიმიური დაზვერვის მოდულები, სადაზვერვო ოპტიკური მოდულები და ასე შემდეგ და ეს მიმართულება უკრაინაში ძალიან სერიოზულად ვითარდება და ალბათ რაღაცა პერიოდის მერე საერთოდ უკვე სხვა დონეზე იქნება ასული, ანუ სახმელეთო საცეცხლე მხარდაჭერის საშუალებები არა მხოლოდ რაღაცა ლოჯისტიკური საბრძოლო მასალების მისაწოდებად, არამედ ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებით აღჭურვილი რობოტები, აგერ უკვე პოლონეთში გამოჩნდა უკვე ტანკსაწინააღმდეგო ფსკერსაწინააღმდეგო მუხტით აღჭურვილი მცირე გაბარიტული ბორბლებიანი რობოტები და ეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის. თუ ადევნებდით თქვენ თვალყურს ჩინეთში აღლუმზე, რამდენიმე კვირის წინ ჩატარდა აღლუმი, გამოიყვანეს ძალიან დიდი რაოდენობით რობოტიზებული პლატფორმები, მუხლუხოებიანი და ბორბლებიანი და
მათი ნაწილი იყო ტრიამფებით აღჭურვილი მოდისტანციური მოდულებით, ნაწილი ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებით. აი ახლა კადრში ვხედავთ ჩვენ უკრაინული წარმოებების რობოტიზებულს. სხვათა შორის ეხლა ჩვენთან სწავლება რო ჩატარდა საქართველოში, ხო? ქართულ-ამერიკული დიდი სწავლება, ნობელ პარტნერი ვაზიანში გამოჩნდა, ფართოდ გამოჩნდა პირველად ულტრას ტიპის რობოტიზებული პლატფორმა, რომელიც ამერიკის შეიარაღებულ ძალებში, US არმიაში მხოლოდ ეხლა გადის ტესტირებებს და წარმოებელი კომპანიის სპეციალისტებთან ერთად იყო ჩამოყვანილი ეს პლატფორმა და ვაზიანის აეროდრომზე მიდიოდა ტესტირება. ლოჯისტიკურ კონფიგურაციაში იყო ტვირთების გადამტან კონფიგურაციაში, თუმცა სრული შემთხვევაში უამრავ სხვადასხვა კონფიგურაციაში შეიძლება დამზადდეს ეს პლატფორმები. ზოგადად რობოტიზებული სისტემები ძალიან დიდი ნახტომებით ვითარდება და წლიდან წლამდე და მეხუთე თაობის ომები ფართოდ შემოვა უკვე მსოფლიოში და ეს მეხუთე თაობის ომები იქნება უპირველესად სწორედ აი ამ საბრძოლო დრონებით წარმოდგენილი. ჰუმანოიდი დრონებიც მალე გამოჩნდება, ადამიანის მაგვარი დრონები რამდენიმე წლის ამბავი არის ეს და გადავა უკვე რესურსების ჯახი, გადავა უკვე აი რობოტების ბრძოლას ვიხილავთ ძალიან მალე ბრძოლის ველზე. ბევრისთვის ეს ფანტასტიკაა შეიძლება, მაგრამ ნუ ყველაფერი მაქეთკენ მიდის. ფაქტიურად უკვე უყურებთ ოღონდ ცოტა სხვა ფორმით. ძალიან დიდი მადლობა გიგა. ჩვენი სტუმარი იყო გიგა ინაშვილი, სამხედრო მიმომხილველი და გადაცემის ბოლოს ტრადიციულად გაგაცნობთ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რუსული მხარის დანაკარგების შესახებ. მას ასე რუსეთ-უკრაინის ომში განადგურებულია 11211 ტანკი, ჯავშან ტექნიკა 23290 ერთეული, საარტილერიო სისტემა 33231 ერთეული, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა 1503 ერთეული, საჰაერო თავდაცვის სისტემა 1223 ერთეული, თვითფრინავი 427 ერთეული, ვერტფრენი 345 ერთეული, უპილოტო საფრენი აპარატი 64385 ერთეული, ფრთოსანი რაკეტა 3747 ერთეული, მცურავი საშუალება 29 ერთეული, მათ შორის ერთი წყალქვეშა ნავი, რაც შეეხება სხვა დანაკარგებს, საავტომობილო ტექნიკა და ცისტერნები 63000-ზე მეტი, სპეციალური ტექნიკა 3977, რაც შეეხება პირადი შემადგენლობის დანაკარგებს, უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით რუსეთ-უკრაინის ომში განადგურებულია 1.108.510 რუსი სამხედრო მოსამსახურე. ეს იყო ამ დროისთვის ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ კვირას სუსტად 20 საათსა და 30 წუთზე. დროებით.